პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წაუყენა საუბარია 359 მუხლზე, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას 1 წლამდე. ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ახსნა განმარტების მისაცემად დაიბარა, თუმცა მან პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ინფორმაცია პროკურატურას გადაეცა და გამოძიება დაიწყო. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბრალის წარდგენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. Არავის არ აქვს არანაირი მორალური უფლება, არანაირი არგუმენტებით გამოცხადეს იმ მასკარაძე და იმეგრეთ წოდებულ კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის ზიანაღები. არანაირი კომისია არ არსებობს, ისე როგორც საქართველოს არხავს პარლამენტი, ეს არის ჩემი პოზიცია. ბავშვობიდან მასწავლებდნენ, რომ ხარება დღეს, ჩიტიც კი არ ეკეთებს ბუდეს. მაგრამ როგორც ჩანს, ამ შენობაში და ზოგადად ხელისუფლებაში სხვა კალენდრით მუშაობენ და მათთვის უცხოა ეს ყველაფერი, ამიტომ სწრაფი წესით წარმოიდგინეს ბრალი. იმედი მაქვს ბადრი ჯაფარაძისგან და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით პატარა ფასდაკლებას გამიკეთებ.